Ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი საღამოშვიდობის ბატონიკა, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ გადაცემაში სტუმრად. ჩვენ ორი საკითხი გვაქვს, ერთი ის რაც ხდება უკრაინის პოლიტიკაში და მეორე ის რაც ხდება აქ საქართველოში. ბატონიკა, თქვენი კომენტარი, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, ასეთი შინაარსისაა, რომ სააკაშვილს აქვს სამი შესაძლებლობა. ერთი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა, მეორე უკრაინის პოლიტიკაში და მესამე პედაგოგიურ საქმიანობასთან დაბრუნება. თქვენი აზრით ამ სამი ვარიანტიდან რომელთანა დღეს ყველაზე ახლოს მიხეილ სააკაშვილი? კი ბატონო, მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, რთულია ვისაუბრო ბატონი მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენის და ტელემაყურებლის ნებართვით მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, საქართველოს ექს-პრეზიდენტის დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც უშუალოდ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი ჩართულ იქნეს იმ პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში, რომელიც დღევანდელ დღეს მიმდინარეობს უკრაინაში. მან გააკეთა, თქვათ, განცხადებები და კრიტიკული შენიშვნები გამოხატა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. გამომდინარე აქედან, ჩემის აზრით, თქვათ, გადაწყვეტილი აქვს, რომ დაიკავოს ოპოზიციური ნიშა უკრაინის პოლიტიკაში. ჩემის აზრით, ამ შემთხვევაში ალბათ ის გადაინაცვლებს კიევში და იქიდან გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა, ძალიან საინტერესოა, ჩვენ ვიცით, რომ თავის დროზე ბატონ სააკაშვილს ჰქონდა გამოცდილება სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობის, მე გულისხმობ, თქვათ, როდესაც იგი შევარადეს მმართველობის პერიოდში გახდათ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თუმცა შემდგომში მან ღიად გააკრიტიკა შევარდნაძე და რამდენიმე საქართველოს ექს-პრეზიდენტთან დაახლოებული ადამიანი, დაასდორა მათ ბრალი კორუფციაში და შემდგომში, თქვათ, მოგესწრებათ, ცოტა ხნის შემდგომ პერიოდში მან ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი. მაგრამ ამ შემთხვევაში განსხვავებები უკრაინასა და საქართველოს შორის ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხომ? აი რა შეგიძლიათ გითხრათ ამ განსხვავებებზე? ეს არის იდენტური ვითარება სააკაშვილს ეყოფა ძალა იმისთვის, რომ მან იბრძოლოს, ასე ვთქვათ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი გავლენის მოსაპოვებლად უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ რომ ამ შემთხვევაში ამ განსხვავებებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, საქართველოს შემთხვევაში მან მოახერხა იმ პერიოდში შეექმნა დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, რომელიც თქვა 13 წლის შემდგომ მოგეხსენებათ, რომ მან მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა და 9 წლის მანძილზე კი გახდათ მმართველი პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება უკრაინას, ჩემის აზრით 45 მილიონიან უკრაინაში ბატონ სააკაშვილს უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია. თუმცა აქ ჩემის აზრით იქიდან გამომდინარე, რომ მას გარკვეული პრობლემები შეექმნა, ოდესის გუბერნატორად ყოფნის პერიოდში, მე გულისხმობ, თქვათ, იგივე კორუფციასთან ბრძოლა, გულისხმობ ოლიგარქებთან ბრძოლას. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნებრივია ამ შემთხვევაში უკმაყოფილოა, თქვათ, აი იმ კორუფციული ვითარებით, რომელიც ქვეყანაში არსებობს და აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა ვერ შეძლო, თუნდაც იგივე პროდასავლურად განწყობილმა ვიქტორ იუშენკომ, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა 2004 წელს ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად და მას ჰქონდა მაღალი მხარდაჭერა, თუმცა შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებში მან მხოლოდ ამორჩეულთა მხოლოდ 6%. ბატონიკა, აი თავიდანვე, როდესაც სააკაშვილი ჩავიდა უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობის დასაწყებად, თქვენი აზრით, რამდენად სწორად ჰქონდა მას თავისი როლი დანახული? ფაქტია ერთი რამ, ხომ, რომ პრეზიდენტ პოროშენკოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ოდესაში გავლენიანი პირები შეესუსტებინა, ასე ვთქვათ, სააკაშვილის გამოყენებით. შემდეგ იაცენიუკთან დაპირისპირების დროსაც გარკვეული ფუნქცია მიენიჭებინა სააკაშვილისთვის. ახლა, როდესაც პოროშენკოს ეს გამოწვევები აღარ უდგას, მისთვის აღარ არის სააკაშვილი მნიშვნელოვანი უკრაინაში?
ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მისთვის მნიშვნელოვანი არის სააკაშვილი, თუმცა მეორეს მხრივ ალბათ თვითონ სააკაშვილმა ამ შემთხვევაში ამჯობინა, რომ ის იყოს თქვა დამოუკიდებელი პოლიტიკოსი პოროშენკოსგან თქვა თავისუფალი და არ არის გამორიცხული, რომ მან ჩამოყალიბოს ან საკუთარი პოლიტიკური პარტია, ან პოლიტიკური მოძრაობა, თუმცა ისევ და ისევ თქვენს დებატს გავიმეორებ, თუ საქართველოს შემთხვევაში მან მოახერხა თქვა პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობის ჩამოყალიბება, რომელიც თქვა 2 წელიწადში ხელისუფლების სათავეში მოვიდა. უკრაინაში აღნიშნული პროცესი გაჭირდება, თუმცა ჩემის აზრით თუ ის შეძლებს, რომ თავის გარშემო შემოიკრიბოს, ასე თქვა, რეფორმისტულად განწყობილი ადამიანები, ჩემს აზრით ყველაფერი ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი. ვინაიდან და რადგანაც, როგორც თქვა, თავის დროზე იუშენკოს რეიტინგი დაეცა, მე მოგახსენეთ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ იგი გახდა კი ბატონო პროგრესულად მოაზროვნე, პროდასალური ლიდერი, მაგრამ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მან მიიღო ამორჩეულთა მხოლოდ 6%. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ასე ვთქვათ, ასევე მკვეთრად დაეცეს პოროშენკოს რეიტინგი, მიუხედავად პოროშენკოს პროდასალურობისა, მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკოს მმართველობის პერიოდში უკრაინამ ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ევროკავშირთან და აქედან გამომდინარე, ჩემის აზრით, სააკაშვილმა, ჩემის აზრით, ალბათ საქართველოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, როდესაც თქვა, ნაცმოძრაობა იქნება საპარლამენტო უმცირესობა, სააკაშვილმა გადაწყვიტა ამ შემთხვევაში, რომ კონცენტრაცია მოახდინოს სწორედ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა არ არის გამორიცხული, ანუ მეორე და მესამე ვარიანტი, რომლის შესახებაც მე ასევე მოგახსენებთ, რომ შეიძლება თქვა მას უფრო მეტი დრო სჭირდება. ბატონიკა, აი არჩევნებამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე ხშირად ვრცელდებოდა ეს ინფორმაცია, რომ პოროშენკოს სააკაშვილისთვის დრო აქვს მიცემული სწორედ ოქტომბრის თვემდე და შემდეგ მას მოუწევდა, რომ აღარ ყოფილიყო უკვე ოდესის ოლქის გუბერნატორი. თქვენი აზრით ეს დადასტურებაა ამის, რომ შესაძლოა სწორედ ამაზე ყოფილიყო შეთანხმება და სწორედ ეს განაპირობებდა სააკაშვილის ასეთ აქტიურობას საქართველოს არჩევნებთან მიმართებით, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის აღარ იქნებოდა ოდესის გუბერნატორი. ჩემის აზრით არსებობს თქვა მეორე ვერსია, რომ ბატონი სააკაშვილი ასევე ელოდებოდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ყოველთვის საინტერესო ერთი მხრივ პოროშენკოს განცხადება, მეორე მხრივ, როდესაც ცნობილი გახდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები, შემდგომში თქვა გაკეთებული განცხადება, რეალურად თქვა ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა ისევ და ისევ გავიმეორებ, არ არის გამორიცხული, რომ თქვა სააკაშვილი ჩართული იყოს გარკვეულწილად საქართველოს მიმდინარე პროცესებში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, თვითონ ნაციონალურ მოძრაობაში არსებობს დღეს უთანხმოება, არიან თქვა ადამიანები, რომლებიც კვლავ თქვა უპირობო ლიდერად, დე ფაქტო ლიდერად თვლიან ბატონ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა არიან ლიდერები, რომლებიც თვლიან, რომ მათ დამოუკიდებელი პოლიტიკა. კი ბატონო, და მე კიდევ ერთ თემაზე მინდა თქვენი მოსაზრებები მოვისმინო, აი ცნობილია უკვე საპარლამენტო თანამდებობების შემადგენლობა, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, მთავრობაში ძალოვანი მინისტრები არ შეიცვლებიან, სხვა მინისტრების შესახებ ალბათ მომავალში უფრო მეტი გახდება ცნობილი. მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, ელოდებით თუ არა, რაიმე არსებით ცვლილებას სახელმწიფო მართვის მიმართულებით ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში. იცით, იქიდან გამომდინარე, რომ ესე იგი საქართველოში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული სრულყოფილი დემოკრატიული ინსტიტუტები და საქართველოში არ არის დამყარებული დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი, გამომდინარე აქედან, ჩემი აზრით პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ქართულ ოცნებას ექნება საპარლამენტო უმრავლესობა. ისე როგორც რა თქმა უნდა არ იყო სასურველი, ასევე რომ ნაციონალური მოძრაობაც ფლობდა თავის დროზე საკონსტიტუციო უმრავლესობას, ანუ საქართველოს ჯერ კიდევ იმყოფება
გარდამავალ პერიოდში, აქედან გამომდინარე, სანამ საქართველოში არ შეიქმნება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ასე იგი არსებობს ყოველთვის ალბათობა იმისა, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურმა პარტიამ მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია და თუ რეალურად საქართველოს სურს რომ დაუახლოვდეს ევროკავშირს და ნატოს, ბუნებრივია პირველ რიგში ამ ყველაფრის საწინდარი, ანუ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საწინდარი უნდა იყოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების როგორც ასეთის განვითარება. ამიტომაც აქ დემოკრატიულ ქვეყნებში მაგალითად დიდი ხნის განმავლობაში ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას გააჩნდა საპარლამენტო უმრავლესობა. იგივე თუნდაც შვედეთში ხო 65 წლის განმავლობაში ერთი და იგივე მართველი პარტია იყო ხელისუფლების სათავეში, მათ შორის რიგ შემთხვევებში ისინი ფლობდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობას. გულისხმობ თქვა შვედეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ შვედეთში არსებობდა და ბუნებრივია არსებობს თქვა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, საფრთხე იმისა რომ აღნიშნულ პარტიას ძალაუფლების უზურპაცია მოეხდინა, არ მოხდა რომ საქართველოს შემთხვევაში მე რა თქმა უნდა არ სურს მაგრამ ნახოთ დავალოთ როგორ გამვითარდება მოვლენები და იმედია ამ რისკებს ყოველ შემთხვევაში ხედავთ, მაგრამ ნუ წინასწარ გიჭირთ თქვათ რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს პროცესები. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ახლა ზურაბ ბიგვავა, ფსიქოლოგი, სოციოლოგი შემოგვიერთდება. საღამო მშვიდობისა, ბატონ ზურაბ. აუშინებისა. ბატონ ზურაბ, სააკაშვილთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ პირველი შეკითხვა.